ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში. გამოფენაზე წარმოდგენილია ტუროპერატორები, დაცული ტერიტორიების სააგენტო და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული კომპანიები. გამოფენას საქართველოს მთავრობის წევრებიც ესწრებიან, რომლებმაც გამოფენის მნიშვნელობასა და საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ნუცა აბაშიძე იმყოფება გამოფენაზე და ის ახლა პირდაპირ ეთერში დეტალებით ისაუბრებს. რიგით მე-15 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა უკვე გაიხსნა. გამოფენა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ქუსმიშვილმა გახსნა. აქ წარმოდგენილია 100-მდე ტუროპერატორი და დასასვენებელი კომპლექსი. სპეციალურად გამოფენისთვის ჩამოსულები არიან ტუროპერატორები სხვადასხვა ქვეყნიდან და გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ქართველ და უცხოელ ტუროპერატორებს შორის, სადაც სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იქნება საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამოფენები ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის, მისი წარმოჩენისათვის საერთაშორისო ბაზარზე. ამ ტურისტულ გამოფენას ასევე ეწვია აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, ტაილანდის, გაერთიანებული არაბეთის საემიროების ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები. სპეციალურად გამოფენისთვის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ წარმოადგინა ქართული ტრადიციული რეწვის ნიმუშები. გამოფენაში 50-მდე რეწვის ოსტატი იღებს მონაწილეობას და მათ წარმოდგენილი აქვთ თექის, ბატიკისა და სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები. კულტურის სამინისტრომ წარმოადგინა, მე ვფიქრობ, ჩვენი სიამაყე ქართველების. ეს არის ქართული ხალხური რეწვა და თქვენ ხედავთ უკვე ამ ნაკეთობებს, რაც არის წარმოდგენილი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ ყურადღებას დაიმსახურებს ჩვენი წარმოდგენილი ექსპოზიცია. ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა 3 დღეს გაგრძელდება და 14 აპრილს დასრულდება. მანამდე ყველა მსურველს შეუძლია მოვიდეს ექსპო ჯორჯიაში და სასურველი ინფორმაცია მიიღოს საქართველოში ტურიზმის განვითარების შესახებ. ეს იყო ნუცა აბაშიძე ტურიზმის საერთაშორისო გამოფენიდან, რომელიც საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში მიმდინარეობს.